წარმოიდგინე, ერთ დილას იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ამერიკამ წარმოუდგენელი გააკეთა. პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი მოაწერა. ბაზები იხურება, გემები სახლში ბრუნდება და ხელშეკრულებები უქმდება. ისინი ნატოს ტოვებენ. ვაშინგტონი აღარ აპირებს იყოს სხვისი უსაფრთხოების გარანტი. რა მოხდება, როცა ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქვეყანა გადაწყვეტს, რომ აღარ ჭირდება სხვა ვინმე? პირველი ბზარი არც ლონდონში და არც ტოკიოში ჩნდება. ის ნიუ-იორკში, ობლიგაციების აუქციონზე ჩნდება. აშშ დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტაა და ამერიკელების უმეტესობას უთხრეს, რომ ეს ეკონომიკის ზომასა და ბაზრების სიღრმეს უკავშირდება. და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაწილი. ის ნაწილი, რომელიც იშვიათად ხდება სათაურებში, ბევრად უფრო მარტივია. დოლარი გლობალური ვაჭრობის ცენტრშია, რადგან 70 წლის განმავლობაში ამერიკა იყო ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც შეეძლო უზრუნველეყო, რომ წესები შესრულებულიყო. ყოველი საკონტეინერო გემი, რომელიც მალაკის სრუტეში გადის, ყოველი ნავთობის ბარელი, რომელიც საუდის არაბეთიდან გადის, ყოველი წყალქვეშა კაბელი, რომელიც ატლანტის ოკეანეს კვეთს, ეს ყველაფერი ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოძრაობდა. არავის დასჭიროებია ამის თხოვნა, რადგან ის ყოველთვის იქიო. როდესაც ბანკი სინგაპურში ან ფონდი შვეიცარიაში დოლარს ინახავს, ისინი მხოლოდ ქაღალდს არ ინახავენ. ისინი ფსონს დებენ, რომ სისტემა მუშაობას გააგრძელებს. იმ წამს, როცა ამერიკული ბაზა იხურება, ეს ფსონი ბევრად ნაკლებად საიმედოდ გამოიყურება. გავრცელებული ხმებია, რომ საუდის არაბეთი მომავალში ნავთობის გაყიდვებზე ჩინურ იუანში აწარმოებს მოლაპარაკებებს. რუსეთმა და ჩინეთმა უკვე გადაიტანეს ვაჭრობის ნაწილი ადგილობრივ ვალუტებში. ბრიქსის ჯგუფი წლებია ალტერნატივებს წარადგენს. ამ ყველაფერს არასდროს ქონია ისეთი მნიშვნელობა, რომ დოლარი ჩაინაცვლებინა, რადგან ალტერნატივები ყოველთვის უფრო სუსტი იყო. როგორც კი ამერიკული უსაფრთხოება უკან იხევს, სუსტი ალტერნატივები იწყებს დარჩენილი ერთადერთი ვარიანტების სახით გამოჩენას. ამას პირველკენ ხაზინის დეპარტამენტი ამჩნევს. უცხოელი მყიდველები, რომლებიც ფლობენ აშშ-ს ფედერალური ვალის დაახლოებით მეოთხედს, ანუ 9 ტრილიონ დოლარზე მეტს, ამცირებენ თავიანთ პოზიციებს. ეს ნელა ხდება. მეოთხედი პროცენტული პუნქტი, შემდეგ ნახევარი, შემდეგ მთელი პროცენტული პუნქტი. ეს მცირე ჟღერს, სანამ გამოთვლები შედეგს არ აჩვენებს. ფედერალური ბიუჯეტი უკვე უფრო მეტ თანხას ხარჯავს პროცენტებზე, ვიდრე თავდაცვაზე. ცესხების ღირებულების 1%-ული პუნქტით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 350 მილიარდ დოლარს უმატებს დეფიციტს. ქვეყანა, რომელიც ალიანსების დასრულებით ფულის დაზოგვას აპირებდა, საბოლოოდ უფრო მეტ სიხდის, ვიდრე ოდესმე დახარჯა მათი შენარჩუნებისთვის. დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის წლიური დანაზოგი ცესხების ღირებულების ცვლით რამდენჯერმე იშლება. შემდეგი რაც იშლება არის პეტროდოლარი. 10 წლების განმავლობაში ნავთობი დოლარში ფასდებოდა, რადგან ერ-რიადი ამ შეთანხმებას დაცვის სანაცვლოდ დათანხმდა. თუ დაცვას მოაშორებ, ეს შეთანხმება აღარ არის სავალდებულო. საუდი არამკო მასშტაბურად იწყებს იუანის მიღებას. შემდეგ მიყვება არაბთა გაერთიანებული საამიროები. შემდეგ კი ერაყი. რამდენიმე თვეში გლობალური ნავთობის ვაჭრობის დიდი ნაწილი დოლარის გარეთ ხორციელდება. და ის ნაწილი, რაც ხმამაღლა არასდროს თქმულა. ამ წლების განმავლობაში, როცა ამერიკის სამხედროები იქ იმყოფებოდნენ, ისინი მეორე საქმესაც აკეთებდნენ. დოლარის მხარდაჭერას. გამოდის, რომ გასვლის პირველი მსხვერპლი თავად ამერიკის ხაზინაა. დაახლოებით 80 ქვეყანაში ამერიკის დაახლოებით 750 სამხედრო ობიექტია. უფრო დიდი ბაზები ახალ ამბებში ხდება. რემშტაინი მარტო ყველაზე დიდი საზღვარგარეთული ლოგისტიკური კვანძია, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ტვირთებისა და პერსონალის უზარმაზარ პროცენტს ამუშავებს. ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. სხვა ბაზები უფრო პატარაა, ჩუმი და ადვილად შესამჩნევი არაა. საწვავის შევსების ზოლები, რადარის სადგურები, აღჭურვილობის საწყობები, ზომას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ერთსა და იმავეს ყიდულობს. კრიზისი სპარსეთის ყურეში რამდენიმე საათს აძლევს რეაგირებისთვის, თუ ძალები უკვე ახლოს არიან. კვირები სჭირდება, თუ მათ ოკეანეების გადაკვეთა უწევთ. რუსულ კოლონას ბალტიისპირეთში შეიძლება საათებში დაუპირისპირდნენ, თუ აღჭურვილობა წინასწარ არის განთავსებული. საერთოდ ვერ შეხდებიან, თუ ის ჯერ კიდევ საწყობებშია შეერთებულ შტატებში. დრო ერთადერთი სამხედრო რესურსია, რომელსაც ვერ იყიდი, ვერ აწარმოებ და ვერ დააგროვებ. თუ ბაზებს დახურავენ, ამერიკა მის უმეტეს ნაწილს კარგავს. ავიამზიდები სახლში ბრუნდებიან. აშშ-ს საზღვაო ფლოტში 11 ავიამზიდია. ეს ყველაზე დიდი ფლოტია დედამიწაზე. მაგრამ ავიამზიდი ნორფოლკში იგივე არ არის, რაც ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში. პოზიციაზე გადასასვლელად კვირები სჭირდება. კრიზისის დროს ეს კვირები განასხვავებს შეკავებასა და შედეგებს შორის. ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერი იკავებენ. ჩვეულებრივ ავიამზიდის ჯგუფი რამდენიმე საათის სავალზე იქნებოდა. ახლა კი უახლოესი ჯერ კიდევ ატლანტის ოკეანეს კვეთს. პასუხი დროულად არ მოდის. ის გემი დაკარგული. და 10 წლების შემდეგ პირველად მსოფლიო ხედავს, რომ წესი ირღვევა და დარღვეული რჩება. რასაც მოხვება არ არის დაუყოვნებელი ომი. ეს უფრო საშიში რამეა, გამოცდა.
რუსეთი ბალტიისპირეთს ცდის. ჩინეთი ტაივანის გარშემო ბლოკადის გახანგრძლივებულ წვრთნებს ატარებს. ირანი თავის პროქსი ძალებს საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურასთან უფრო ახლოებს. არც ერთი მათგანი წითელ ხაზს არ კვეთს. ეს იმიტომ, რომ ხაზები აღარ არის მკაფიო. მსოფლიო იწყებს იმის გაგებას, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს. სისტემა უბრალოდ არ ინგრევა, არამედ ნელ-ნელა იშლება. ამერიკული ბაზების ქსელი მხოლოდ ძალის პროექციისთვის არ არსებობდა. ეს იყო გლობალური წამწომი. და ახლა ეს საათი სხვანაირად მუშაობს. და ახლა ევროპას უწევს პასუხისგაცემა კითხვაზე, რომელსაც 70 წლის განმავლობაში არიდებდა თავს. ნატო ამერიკის გარეშე არ არის მარტივი გამიჯვნა. მოულოდნელად მისგან ელიან, რომ დამოუკიდებლად იდგეს. თეორიულად ევროპა მართლაც ძლიერად გამოიყურება. მას აქვს უზარმაზარი ეკონომიკა, დიდი მოსახლეობა, განვითარებული სამხედრო ძალები, მაგრამ რეალურად არსებობს ხარვეზები, ბევრი ხორი ხარვეზი. ერთ-ერთი მათგანია საჰაერო თავდაცვა. რუსეთ-უკრაინის ომის ადრეულ ეტაპებზე ევროპული ქვეყნები ძლიერად ეყრდნობოდნენ ამერიკულ გადამჭრელ რაკეტებს ოპერაციების გასაგრძელებლად. მათი საკუთარი ქარხნები ვერ ასწრებდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მატერიკი, რომელიც რუსეთის შეკავება უნდა შეძლებოდა, ვერ ახერხებდა საკუთარი ძალებით საკმარისი რაკეტების მიწოდებას. ერთი საშუალო ზომის ქვეყნის დასაცავად. დაზვერვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. 5 თვალის ქსელი, რომელიც აერთიანებს შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან, თითოეულ წევრს აძლევს ცდომას მონაცემთა ნაკადზე, რომელსაც ვერც ერთი ევროპული სისტემა დამოუკიდებლად ვერ შეეძრება. გერმანიას ყავს BND, ბრიტანეთს კი GCHQ. მაგრამ არც ერთი მათგანი არ უახლოვდება NSA-ის შესაძლებლობებს. თუ ამერიკულ ნაკადს გათიშავენ, ევროპელი ლიდერები უცებ BNL-ში აღმოჩნდებიან. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს რუსული ჯარების გადაადგილებაზე სატელიტური სურათების საფუძველზე, რომლებიც კერძო კომპანიებისგან უნდა იყიდონ. შემდეგ არის კითხვა, თუ ვინ მართავს ალიანსს რეალურად. ნატოს სამხედრო სარდლობას 1951 წლიდან ამერიკელი 4 ვარსკვლავიანი გენერალი ხელმძღვანელობს. ყოველი გეგმა, ყოველი წვრთნა სწორედ ამ სარდლობის სტრუქტურაზეა აგებული. ფრანგი გენერლის იმპოზიციაზე დასმა ქავალზე ჩვენიერი იდეაა. სანამ მას არ მოუწევს გერმანული ჯარებისთვის ინგლისურად ბრძანებების გაცემა ამერიკულ ჩარჩოში, რომელსაც ამერიკული მხარდაჭერა აღარ აქვს. ფრაგმენტაცია უკვე რეალურ დროში ჩანს. უნგრეთი ბლოკავს იარაღის გადაცემას უკრაინისთვის. თურქეთი კი ყიდულობს რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ალიანსი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ერთად იყო შენარჩუნებული, იმიტომ რომ ამერიკა იყო გამაერთიანებელი ძალა, ქვეყანა, რომელსაც შეეძლო მოყოყმანე წევრებზე ზეწოლა მოეხდინა, ან მათი წინააღმდეგობა გადაელახა. ამის გარეშე ნებისმიერი უთანხმოება ვეტოდ იქცევა. რუსეთს სარგებლის მისაღებად შეჭრა არ სჭირდება. მას უბრალოდ უნდა დაელოდოს, როდის გაფართოვდება ბზარები. გაძლიერებულ ბატალიონს, რომელიც ესტონეთში გადადის, ნატოსთან დაპირისპირება არ მოუწევს. მას მხოლოდ იმ ევროპული ქვეყნების ჯგუფთან მოუწევს დაპირისპირება, რომლებიც მოცემულ დროში შეიძლება შეიკრიბონ, იმ სარდლობის ქვეშ, რომელიც ნანგრევებიდან შეიძლება როგორმე ჩამოყალიბდეს. აქ კითხვა არ არის, არსებობს თუ არა ნატო, არამედ იმაშია, მუშაობს თუ არა იგი. სანამ ევროპა ეგზისტენციალურ კრიზისს უმკლავდება, აზია მოქმედებებს იწყებს. იაპონია 1945 წლიდან ამერიკის ბირთვული დაცვის ქვეშ ცხოვრობს. კონსტიტუცია, რომელიც ამერიკელებმა ომის შემდეგ დაწერეს, იაპონიის სამხედრო ძალას მხოლოდ თვითდაცვაზე ზღუდავს. ომის შემდგომი პერიოდის უმეტეს ნაწილში ქვეყანამ სტატუს-კვო შეინარჩუნა. მაგრამ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ეს მოწყობა იშლება. იაპონიას ტექნიკური შესაძლებლობა აქვს რამდენიმე თვეში ბირთვული იარაღი შექმნას. მას პლუტონიუმის მარაგები აქვს, რომლებიც ათასობით ბირთვული ქობინის წარმოებისთვის საკმარისია. ერთადერთი რაც ამას უშლიდა ხელს, იყო საჭიროების არარსებობა. თუ ქოლგას მოაცილებთ, ეს საჭიროება გაჩნდება. იმ წამს, როცა ჩრდილოეთ კორეის რაკეტის საცდელი გაშვება ჰოკაიდოსთან ძალიან ახლოს ჩაივლის, იაპონიის პრიორიტეტები იცვლება. სამხრეთ კორეაც იგივე რეალობის წინაშე დგას. საზოგადოებრივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ბირთვული შეკავების მიმართ წლებია არსებობს. თუ ამერიკული ძალები აღარ იქნება, ეს მხარდაჭერა პოლიტიკად იქცევა. ფხენიანის ბირთვული არსენალის აჩრდილი დიდად დამჭკუნველია. ამერიკული ძალები კორეაში შეკავების მთავარი ფაქტორი იყო. თუ ჯარებს გაიყვანენ, შეკავების ძალა სხვაგან უნდა მოიძებნოს. ტაივანი კი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამერიკის პოლიტიკა ტაივანის მიმართ განზრახ ბუნდოვან ზონად რჩებოდა. მისი უსაფრთხოება სწორედ ამ ბუნდოვანებაზეა დამოკიდებული. ვაშინგტონი ოფიციალურად არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას. ის ასევე ოფიციალურად არ პირდდება კუნძულის დაცვას. ის უბრალოდ ტოვებს ამ კითხვას ღიად, ისე რომ პეკინმა შეაფასოს შეჭრის რისკი როგორც ძალიან მაღალი და თავი შეიკავოს მოქმედებისგან. TSMC-ის ქარხლების სინჯუში, რომლებიც აწარმოებენ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ნახევარგამტარების უდიდეს ნაწილს, სწორედ ამ ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს. გამოიყვანე ძალები და ჩინეთს შეჭრა აღარ დასჭირდება. მას უბრალოდ მოუწევს დაელოდოს, დაბლოკოს და დააწვეს.
ზღვაზე ბლოკადა, კუნძულის გარშემო, კიბერშეტევა ენერგოსისტემაზე. რამდენიმე თვიანი ეკონომიკური დახრჩობის შემდეგ, ტაივანის მთავრობა, რომელსაც აღარ ხავს ამერიკული ავიამზიდების ჯგუფები დასახმარებლად, იწყებს მოლაპარაკებებს საკუთარი შთანთქმის შთანთქმის შესახებ. და ეს ჩიპები ყველასთვის მნიშვნელოვანია. როდესაც TSMC-ის წარმოება ჩინურ აქტივად იქცევა და აღარ იქნება ტაივანური, მთელი გლობალური ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვი ახალ მაკონტროლებელს ირებს. Apple მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მისი მიწოდების ჯაჭვის ორივე ბოლო ერთმა მთავრობამ აიღო კონტროლქვეშ. Nvidia აღმოაჩენს, რომ მისი საწარმოო ხაზები მის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ მეტოქეს ექვემდებარება. ბალანსი ერთი გასროლის გარეშე იცვლება. უბრალოდ ჩუმი გადანაწილებაა იმისა, ვინ რას აკონტროლებს. ამერიკული ალიანსის ქსელი აზიაში ბევრად მეწაკეთებდა, ვიდრე უბრალოდ დამოკიდებულების მქონე ქვეყნების მხარდაჭერა იყო. ის აძლიერებდა მომარაგების ჯაჭვს, რომელმაც თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგია შექმნა. აზიის რუკა 2035 წელს სრულიად განსხვავებულია აზიის რუკისგან 2025 წელს და გადაწყვეტილებებს ვაშინგტონი აღარ იღებს. არასტაბილურობა ერთ რეგიონში არ რჩება, ის ვრცელდება. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაძაბულობის კერა ახლო აღმოსავლეთშია. რაც 1980-იან წლებში შეიცვალა, იყო გარე ძალის გამოჩენა, რომელსაც შეეძლო დაედგინა ზღვარი თუ რამდენად მძიმე შეიძლებოდა გამხდარიყო ძალადობა. ეს ძალა იყო აშტშშ-ის მეხუთე ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა ბარეინში მდებარეობდა. ავიამზიდების ჯგუფები კი სპარსეთის ყურეში მონაცვლეობით მოქმედებდნენ და იქვე იყო განთავსებული საჰაერო საშუალებებიც. ძალები განლაგებული იყო კატარში, ქუვეითში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი ყოფნა კონფლიქტებს არ აჩერებდა, მაგრამ ხელს უშლიდა მათ გადაიქცეოდნენ ღია ომში რეგიონულ დიდ ძალებს შორის. საუდის არაბეთი და ირანი 10 წლეულების განმავლობაში ეწეოდნენ პროქსი ომებს, მაგრამ ისინი არასდროს დაპირისპირებულან ერთმანეთს პირდაპირ, რადგან ეს გამოიწვევდა ამერიკის პასუხს, რაც არც ერთ მხარეს არ სურდა. მეხუთე ფლოტის გაყვანის შემთხვევაში შემაკავებელი ძალა ქრება. ირანს უკვე აქვს ყველაზე დიდი ბალისტიკური რაკეტების არსენალი რეგიონში. მისი დრონებისა და რაკეტების შეტევა ისრაელზე 2024 წლის აპრილში იყო ყველაზე დიდი პირდაპირი სახელმწიფოთა შორისი რაკეტების იერიში 21 საუკუნეში. ის ძირითადად შეჩერებული იყო იმიტომ, რომ ამერიკელმა, ბრიტანელმა, ფრანგმა და იორდანიელმა ძანიელმა ძალებმა ისრაელს დახმარება გაუწიეს რაკეტების ჩამოგდებაში. ამერიკული დახმარების გარეშე იგივე შეტევა ისრაელის თავდაცვას გადადვირთავდა და პასუხი ბირთვული იქნებოდა, ან სულმწირე, მასთან ძალიან ახლოს. საუდის არაბეთი ნერვიულად აკვირდება მოვლენებს. სამეფო მიანიშნა, რომ თუ ირანი ბირთვულ ბომბს მოიპოვებს, ისინიც მოიპოვებენ. ყველაზე სავარაუდოა, რომ ისინი ბირთვულ ქობინებს პირდაპირ პაკისტანიდან შეიძენენ. საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში მოიცავდა პაკისტანის ბირთვული პროგრამის დაფინანსებას. დაუწერელი შეთანხმება ყოველთვის ის იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს დახმარება უკან დაუბრუნდებოდა. ეხლა როცა ამერიკელები წავიდნენ, ამ სამაგიეროს ითხოვენ. ბირთვული შეიარაღების რბოლა რეგიონში, სადაც დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ ადრეული გაფრთხილების სისტემები და მეორე დარტყმის შესაძლებლობები, არის რისკი, რომელსაც მსოფლიო აქამდე არასდროს შეხვედრია. რეგიონული რაკეტის გაშვების შემთხვევაში რეაგირების დრო 6 წუთია. ასეთი სწრაფი გადაწყვეტილების მიღების სისტემა უბრალოდ არ არსებობს არც რიადში და არც თეირანში. ეს ჯერ კიდევ ნავთობამდეა. მილიონობით ბარელი ყოველდღიურად გადის ჰორმუზის სრუტეში. მეხუთე ფლოტის გარეშე თითოეული ტანკერის კაპიტანი ითვლის, შემდეგი ირანული საპატრულო ნავი გაატარებს თუ ჩაძირავს მათ. ნავთობის ფასი მხოლოდ არ იზრდება, ის არაპროგნოზირებადი ხდება. ბაზრები ვერ დაასტაბილურებენ იმას, რასაც ვერ პროგნოზირებენ. ერთმა დარღვევამაც კი შეიძლება შოკური ტალღები გაავრცელოს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში. ამას ყველა იგრძნობს. ამერიკელი მომხმარებლები ბენზინგასამართ სადგურებზე. მოულოდნელი ფასის ზრდა 1015-20-25 დოლარს ამატებს. ავიაკომპანიები ბილეთების ფასებს ზრდიან საწვავის ხარჯების დასაფარად. სათვირთო გადაზიდვების ხარჯები იზრდება და რამდენიმე კვირაში სუპერმარკეტში თარო-თაროზე ფასები მატულობს. და ასე აღწევს ეს. ამერიკაში არა როგორც სათაური, არამედ როგორც გადასახდელი ქვითარი. ახლო აღმოსავლეთი გლობალური ენერგოსისტემის არტერია. ეს არტერია მხოლოდ მანამ რჩება ღია, სანამ მასზე ვინმე, ვისაც ფლოტი ყავს, თვალს ადევნებს. თავრაცვის კონტრაქტორი Lockheed Martin-ის F-35-ის წარმოების ხაზზე საგარეო პოლიტიკის მიმოხილვებს არ კითხულობს. ის კითხულობს თავის ხელფასის ქვითარს და როცა მოკავშირეების შეკვეთები აღარ მოდის, ეს ქვითარი იცვლება პოლიტიკაზე უფრო ადრე. იგივე სისტემა, რომელიც ამერიკის ძალის პროექციას საზღვარგარეთ ახორციელებს, არის სისტემა, რომელიც მართავს გლობალურ თავდაცვის ეკონომიკას. აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია უდიდესია მსოფლიოში, სხვებთან შედარებით უზარმაზარი სხვაობით, რომელსაც ვერაფერი უახლოვდება. ესეთი კომპანიები, როგორიცაა Lockheed Martin, Raytheon და Boeing, გლობალური თავდაცვის ხარჯების დიდ ნაწილს შეადგენენ. და ეს მხოლოდ ამერიკულ შესყიდვებს არ ეხება.
ეს მოკავშირე ქვეყნების შესყიდვებსაც მოიცავს. 35-ის პროგრამა, რომელიც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იარაღის სისტემაა, ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი სწორედ მოკავშირე მყიდველების წყალობით დარჩა. ბრიტანეთი, იტალია, ავსტრალია, იაპონია, პოლონეთი და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყანა უკვე შეუერთდნენ ამ პროგრამას. თვითმფრინავის ერთეულის ღირებულება დროთა განმავლობაში სწორედ იმიტომ შემცირდა, რომ წარმოება ასე ბევრ მომხმარებელზე გადანაწილდა. თუ ალიანსის სისტემიდან გამოვალთ, ეს მომხმარებლები დაიწყებენ წასვლას. ზოგიერთ მათგანს შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდეს. ბრიტანეთი რუსულ გამანადგურებლებს არ იყიდის, მაგრამ გრძელვადიან კონტრაქტებს, ტექნიკური მომსახურების შეთანხმებებსა და მომავალი თაობის პროგრამებს ყველა კითხვის ნინიშანი აქვს დასმული. გერმანია უკვე ავითარებდა მომავალი საბრძოლო ავიაციის სისტემას, საფრანგეთთან და ესპანეთთან ერთად, როგორც ევროპულ ალტერნატივას F-35-ისთვის. ამერიკელების წასვლის შემდეგ ეს პროგრამა სარეზერვოდან პრიორიტეტად იქცევა. ევროპული ცისფარის ინიციატივა, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ამერიკული პატრიოტის ბატარეების შეძენის საშუალებას აძლევდა, ახლა ფრანგულ და იტალიურ ალტერნატივებზე გადაეწყო. პოლონეთი, რომელიც ამერიკული სამხედრო ტექნიკის ყველაზე დიდი მყიდველი იყო ევროპაში, ახლა კორეულ ტანკებსა და გერმანულ საჰაერო თავდაცვას უყურებს. ეს გავლენას ახდენს თავდაცვის ინდუსტრიის ფინანსურ შედეგებზე, მაგრამ ასევე სამუშაო ადგილებზეც. ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში 1 მილიონზე მეტი ამერიკელი მუშაობს. ქარხნები მდებარეობს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ტეხასი, მეინი და ვირჯინია. კონგრესის წევრები, რომლებიც ამ რეგიონებს წარმოადგენენ, 10 წლეულებია ალიანსის სისტემას იცავენ, რადგან მათი ამომრჩევლების ხელფასები ამაზეა დამოკიდებული. გამოსვლა ამ რეგიონებს პირველ რიგში აზიანებს ვიდრე სხვაგან. თავდაცვის კონტრაქტორი Fort Worth-ში არ აინტერესებს ნატოდან გასვლის პოლიტიკა. მას თავისი ხელფასი და მომავალი აინტერესებს. ამერიკული სამხედრო ყოფნა აკავებდა მთელი კატეგორიის კონფლიქტებს, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს, რადგან ისინი არასდროს მომხდარ. საბერძნეთი და თურქეთი 1974 წლიდან ედავებიან ერთმანეთს ეგეოსის ზღვის ტერიტორიებს. მათ აქვს ნატოს წევრობა, რომელმაც არაერთხელ არ მისცა ამ დაპირისპირებებს ძალადობრივი სახე მიიღო. მის გარეშე აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები კვლავ სადავო გახდება, ისე როგორც ოსმალეთის იმპერიის დროიდან არ ყოფილა. ფილიპინები და ჩინეთი 10 წლეულებია სკარბოროს წყალმარჩხსა და სპრატლის კუნძულებზე იბრძვიან. ამერიკის ხელშეკრულებითი ვალდებულებები მანილასთან ამ დაპირისპირებას წყლის ჭავლებისასა და სანაპირო დაცვის დაპირისპირებების დონეზე აკავებს. თუ ეს ვალდებულებები მოიხსნება, ჩინეთის სანაპირო დაცვა ჩინეთის საზღვაო ძალებად გადაიქცევა. სადავო კუნძულები კი ჩინეთის კუნძულებად იქცევა. სომხეთსა და აზერბაიჯანს 2020 წელს ერთი ომი ჰქონდათ. 2023 წელს კი კიდევ ერთი. და საერთაშორისო რეაქცია სუსტი იყო, რადგან არც ერთი მათგანი ამერიკის ხელშეკრულებითი მოკავშირე არ იყო. ეხლა ეს მოდელი 30 ჯერ გაამრავლეთ. ყველა რეგიონში, სადაც პატარა სახელმწიფოები ფიქრობდნენ, რომ მათი საზღვრები პატივცემული იქნებოდა, რადგან მათი დარღვევის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე რომელიმე აგრესორი გადაიხდიდა, ბუნებრივი მდგომარეობა იყო ის, რომ დიდი ძალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ტერიტორიებისთვის და არ არსებობდა გარე ძალა, რომელსაც შეეძლო შეზღუდვების დაწესება. ხშირი ომები დიდ სახელმწიფოებს შორის საზღვრების გადახედვა ყოველ თაობაში. პატარა ქვენები ჩვეულებრივად შთანთქულნი იყვნენ მეზობლების მიერ. ნატოდან გამოსვლა არ მოიტანს უფრო მშვიდობიან სამყაროს. ეს მხოლოდ დააბრუნებს იმ ძველ მოდელს. იარაღით, რომელიც იმ ძველ მოდელს არასდროს ჰქონია. 2015 წელს კიბერშეტევა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის დაზვერვას მიაწერეს, ზამთრის შუაგულში უკრაინის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი გათიშა. ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა გაცბობა და ელექტროენერგია 0-ზე დაბალ ტემპერატურებში. ეს შეტევა მაშინ მოხდა, როცა ამერიკული შეკავების მექანიზმი ჯერ კიდევ ფორმალურად მოქმედებდა. თუ შეკავების მექანიზმს მთლიანად მოხსნით, ეს იარაღი გამოიყენება არა როგორც გამაფრთხილებელი გასროლა, არამედ როგორც პირველი სვლა, სანამ ტრადიციული იარაღი იქნება გამოყენებული. ომები, რომლებიც იწყება, იშვიათად არის ის, რასაც ვინმე წინასწარ გეგმავდა. ეს ის ომებია, რომლებიც ძველ წესრიგში არასდროს დაწყებულა, რადგან მათი დაწყების ფასი ამერიკული პასუხი იყო. თუ ამ პასუხს გამოვაკლებთ, ყველაფერი იცვლება. პირველი ქვეყანა, რომელიც ამას გამოცდის, ალბათ რუსეთზე ან ჩინეთზე პატარაა, ნაკლებად თვალთოლებად რეგიონში. აკეთებს იმას, რაც ძველ სამყაროში წარმოუდგენელი იქნებოდა. როგორც კი პრეცედენტი იქნება, ყველა იმახსოვრებს ამას. ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო დატოვა, არ გამხდარა უფრო ძლიერი ამერიკა, რომელიც მძიმე ტვირთს გაეთავისუფლა. ის გახდა უფრო პატარა ამერიკა, რომელიც აღარ იღებს სარგებელს 70 წლიანი ინვესტიციისგან. ტრილიონები დახარჯული ბაზებზე, გემებსა და თვითმფრინავებზე არასოდეს ყოფილა მოკავშირეებისთვის ნაჩუქარი. ეს იყო შესვლის საფასური სისტემაში, რომელიც სანაცვლოდ ამერიკულ კომპანიებს აძლევდა უპირატეს წდომას დედამიწის ყველა მთავარ ბაზარზე. მან ამერიკულ ბანკებს მისცა ცენტრალური პოზიცია გლობალურ ფინანსებში. მან ამერიკის დაზვერვას გადასცა ყველაზე ფართო სადაზვერვო ქსელი, რაც კი ოდესმე შექმნილა. ყველა ეს უპირატესობა მოდიოდა ალიანსებიდან.
არც ერთი მათგანი არ გადარჩება მთლიანად. გასვლის შემთხვევაში. ამერიკული მრავალეროვნული კომპანიები, რომლებიც დაახლოებით 40% იღებენ S და P500-ის შემოსავლების საერთაშორისო ბაზრებიდან, კარგავენ პრივილეგირებულ წვდომას. Amazon-ი ვეღარ იღებს იმ ჩუმ უპირატესობებს, რაზეც ადრე იყო დამოკიდებული. მაგალითად, strapped ამტკიცებებს, უფრო რბილ კონტროლს, ან მსხვილი სამთავრობო და კორპორაციული კონტრაქტებისთვის ნაგულისმევ არჩევანს. ევროპის კავშირი იწვევს ანტიმონოპოლიური წესების უფრო მკაცრ აღსრულებას, მონაცემთა სუვერენიტეტის წესებისა და ციფრული სერვისის გადასახადების დანერგვას. აზიის ბაზრები, რომლებიც აღარ საჭიროებენ ამერიკულ ფასიან ქაღალდებს, წყვეტენ ამერიკული კომპანიებისთვის გამონაკლისების დაშვებას შესყიდვების პროცესში. ამერიკული ბანკები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ დოლარის ცენტრალური პოზიციით გლობალურ კლირინგში, აკვირდებიან როგორ მწიფდება ალტერნატიული ანგარიშწორების სისტემები. საზღვრებშორისი ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელსაც ჩინეთი 2015 წლიდან აშენებს, სრდის მოცულობას. ბრიუსელში დაფუძნებული SWIFT-ი იწყებს ნაკლებად გავდეს ამერიკული ფინანსური ძალაუფლების გაგრძელებას და უფრო მეტად ნეიტრალურ ინფრასტრუქტურას. უპირატესობა, რომელიც ამერიკას აძლევდა საშუალებას საკუთარი დაბეჭდილი ფულით გადაეხადა იმპორტისთვის, იწყებს გაქრობას. ამერიკელი მომხმარებლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ყველაზე იაფი ბენზინის, ელექტრონიკისა და კრედიტის პირობებში განვითარებულ სამყაროში, აღმოაჩენენ, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სუბსიდირებული იყო იმ ალიანსური სისტემით, რომელზეც ისინი არასდროს დაფიქრებულან. მთელი ალიანსები და სუბსიდიები ქრება. ეს ხდება ნელ-ნელა და არაერთბაშად. საკმარისად, რომ ამერიკელად ყოფნის ღირებულება აბსოლუტურ მნიშვნელობაში იზრდება და ამერიკის შედარებითი პოზიცია იმ მეტოქეებთან მიმართებაში, რომლებიც 10 წლეულებია, სწორედ ამ მომენტს ელოდნენ, ქვეითდება. ამერიკა მოკავშირეების გარეშე გადარჩება. ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი ეკონომიკა დედამიწაზე, ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა, ყველაზე ღრმა კაპიტალის ბაზრები და ორი ოკეანე, რომლებიც მას ნებისმიერ დიდ ძალასთან აშორებს. გადარჩენა არასდროსი ორთული ნაწილი. რთული ნაწილი ისაა, რად გადაიქცევა ამერიკა. თუ უკან დაიხერს ორ ოკეანეს მიღმა, ამ ყველაფრის უმეტესობა გაქრება. ეს ერთ წელიწადში ახტება. ეს დროთა განმავლობაში ხდება ისე როგორც ბრიტანეთმა შეწყვიტა მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის ემიტენტი ყოფნა, მას შემდეგ რაც შეწყვიტა მსოფლიოს საზღვაო ძალა იყო. ყოველი იმპერია, რომელმაც ოდესმე აირჩია განცალკევების კომფორტი, ურთიერთდამოკიდებულის რეალობის ნაცვლად, აღმოაჩინა, რომ მსოფლიო მაინც აგრძელებს მოძრაობას. ამ ამბავს აქვს ვერსია, სადაც უკან დახევა სწორ გადაწყვეტილებად ითვლება. ვერსია, სადაც იმპერიის ხარჯები მართლაც აჭარბებდა სარგებელს. ამ ვერსიას 10 წლეულებია სერიოზული ადამიანები ამტკიცებენ და ის სერიოზულ განხილვას იმსახურებს. ვერსია, სადაც ამერიკა უბრალოდ მიდის და ამის შედეგად უფრო ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი რჩება, არ შეესაბამება რეალურ გამოთვლებს. სამხედრო ძალა კვლავ უცვლელია, მაგრამ მის გარშემო ქვეყანა მცირდება. ის მცირდება გავლენით, მოქმედების არეალით და იმ გლობალური გადაწყვეტილებების წილით, რომლებიც ვაშინგტონში მიიღება და არა პეკინში, ბრიუსელში ან ერ-რიადში. რუკა არ იცდის. სანამ ვაშინგტონი მსჯელობს რა დათმო, პეკინი უკვე წესებს წერს. ნატოდან გამოსვლა არ ეხება წაგებულ ომს, არჩევნებს ან ბრძოლას. ეს არჩევანის გაკეთებაა და გეოპოლიტიკაში ყველაზე ძვირი არასდროს ყოფილა დარჩენის ფასი. ყოველთვის იყო წასვლის ფასი. სვრის ფასი. იგი ნელა უხილავად და იმ ადამიანების მიერ იხდებოდა, ვისაც იმ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემის შესაძლებლობაც არასდროს ჰქონია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი ასეთი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე მაფაქსა.